მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ გადავალოთ თვალი რა ხდება საფონდო ბირჟაზე, რა დაემართა S&P 500-ს, რა ემართება Bitcoin-ს. მოდი ვნახოთ ეს ყველაფერი და ჩემი აზრით მინდა რომ მოგახსენოთ ამ საკითხებთან დაკავშირებით. მოკლედ მოდი დავიწყებ იმით, რომ S&P 500-ს ჰქონდა რაღაც საოცარი ვარდნა გუშინ. მსგავსი ვარდნა მე არ მახსოვს კორონას მერე. მაგრამ აქ პროცენტულად ბევრად უფრო დიდი ვარდნა იყო, სადღაც 35% იყო, თუ არ მეშლება. 16%. 35% და აქაც გვაქვს სადღაც მოგონი 15%-იანი ვარდნა. 17%. მოკლედ, ალბათ ბევრს გაგიგია ტრამპის ტარიფების თაობაზე, ბევრი ვერ ხვდება რატო აკეთებს ტრამპი ამას, რა დანიშნულება აქვს ამ ყველაფერს. გამომდინარე აქედან, როგორც ხედავთ, ფასები S&P 500-ზეც და აქციებზეც მცირდება, ასევე მცირდება Bitcoin-ის ფასი, Ethereum-ის ფასი და ყველა altcoin-ის, altcoin-ების განსაკუთრებით, ხო? განსაკუთრებით სარისკო აქტივების ფასი მცირდება და რატო ხდება ეს, ამასაც ვეცდები ცოტა ხანში აქიხსნათ. მოკლედ, ფედერალური რეზერვის შეხვედრას მარტის თვეში ჩვენ ველოდებოდით იანვრიდან მოყოლებული, წინა ვიდეოში ამაზე ვისაუბრე და ვამბობდი, რომ განსაკუთრებული არაფრის მოლოდინი არ მქონდა მარტის თვემდე. მარტის თვეში ფედერალური რეზერვი გამოვიდა და თქვა, რომ QT-ს ბიუჯეტს შეამცირებს 25 მილიარდიდან 5 მილიარდამდე, თუმცა QT მაინც დატოვა. ანუ არ დაიწყეს QE, დატოვეს QT ისევ და ერთი პოზიტიური ნიშანი რაც მივიღეთ იყო ის, რომ 25 მილიარდიდან 5 მილიარდამდე შეამცირეს არსებული ბიუჯეტი QT-ისთვის გამოყოფილი, ხო? ჩვენ რეალურად გვჭირდება, რომ დაიწყოს QE. ყოველ შემთხვევაში ამაზე ვსაუბრობდი ადრე და გვჭირდება, რომ QE დაიწყოს, თქო ვამბობდი, მაგრამ ეხლა რო ვუყურებ სიტუაციას, თან ვფიქრობ იმაზე, რომ რამდენად გააკეთებს ამას ფედერალური რეზერვი, ანუ რამდენად დაასრულებს QT-ს და დაიწყებს QE-ს. ხო, არის სადღაც შანსი, რომ QT დასრულდეს, მაგრამ QE არ დაიწყოს. აი აქ მაგალითად 2020 წელს, როცა კორონავირუსი მოხდა და კორონა დამპი მივიღეთ, მაგალითად S&P-ს ფასი თუ $3,300-დან ჩამოვარდა $2,200-მდე. აი აქ უცებ ფედერალური რეზერვი გამოდის, საპროცენტო განაკვეთს 1.75-დან ამცირებს 0.25-მდე და ასევე QT-ს ასრულებს და იწყებს QE-ს. ანუ იმ შემთხვევაში, როცა ეკონომიკაში ყველაფერი კარგად მიდის, როცა საფონდო ბირჟაც ზემოთ მიიწევს კრიპტოვალუტას და ამ შემდეგ, ფედერალურ რეზერვს არ აქვს მიზეზი რამე შეცვალოს. სანამ რაღაცა არ გატყდება, სანამ რაღაცა არ გაფუჭდება სისტემაში, მანამდე ფედერალური რეზერვი არ მოიმოქმედებს არაფერს, არც პროცენტებს შეამცირებს, არც QT-ს დაასრულებს. მოკლედ, ეკონომიკაში რაღაცა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მნიშვნელოვანს ისეც, რაც საბოლოო ჯამში, თქვათ, ჩვენ აქტივებს სერიოზულად გაზრდის, ხო? ანუ რაღაცა უნდა მოხდეს. ანუ ჩემი გადმოსახედიდან, რასაც უსმენ და რასაც ვკითხულობ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, ფედერალურმა რეზერვმა რომ მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც შორტ პერსპექტივაში ჩვენ მოგვიტანს ძალიან კარგ შედეგს, ამისთვის საჭიროა, რომ ბაზარზე მივიღოთ აი მსგავსი ვარდნა. მაგალითად, წინა კვირაში, როცა S&P 500-ის ფასი დაახლოებით ალბათ $5,600-ზე იყო, გამოვიდა პაუელი და დაანონსა, რომ QT-ს არ ასრულებს, მაგრამ ამცირებს 5 მილიარდამდე, ხო? ეს უკვე რაღაც პოზიტიური ნიშანია. ანუ აი ამ ვარდნამ ფედერალურ რეზერვზე იმოქმედა. მაგრამ ეხლა წარმოვიდგინეთ შემდეგ თვეში, მაისში არის კიდე ერთი შეხვედრა ფედერალური რეზერვის და არ ვიცი რამდენად შესაძლებელია, რომ მსგავსი ვარდნის დროს მოხდეს რაღაცა emergency შეხვედრა, ან ფედერალურმა რეზერვმა რაღაცა დაუგეგმავი შეხვედრა დაანონსოს და გამოაცხადოს, რომ აი თქვა 100% განაკვეთს ვამცირებთ და ვიწყებთ QE-ს. იმდენად დიდი ვარდნა აქვს S&P 500-ს ჩემი გადმოსახედიდან, რომ ესეთი ალბათ მხოლოდ კორონას დროს ვნახეთ და
სხვა პერიოდების სიმართლე გითხრათ, კარგად არ მაქვს შესწავლილი. მოკლედ, დარწმუნებული ვარ და ბევრი ფიქრობს შემსავით. დარწმუნებული ვარ, რომ S&P 500-ის ესეთი ვარდნა თუ კიდე გააგრძელებს მით უმეტეს, აუცილებლად მოგვიტანს იმ შედეგს, რომ ფედერალური რეზერვი გამოვა, ჩაერევა ამ ყველაფერსში და ანონსებს მაგალითად საპროცენტო განაკვეთის შემცირებას, რაც ძალიან მაგარი იქნება, ანუ რეალურად სესხები გაიაფდება, კომპანიებს შეეძლებათ უფრო დავალ პროცენტში აიღონ სესხი, ჩაუბრუნონ ეკონომიკაში და ასე შემდეგ. მოკლედ, ძალიან მნიშვნელოვანია ფედერალური რეზერვის ჩარევა, პირველ რიგში საპროცენტო განაკვეთის შემცირების კუთხით და შემდეგ QT-ის დასრულებით და QE-ის დაწყებით. თუმცა რომელიმე ერთი მაინც რომ მოხდეს, ეს უკვე ძალიან დიდი პოზიტიური სიგნალი იქნება და ვთვლი, რომ ცოტა ხანში ბაზარი დაიწყებს გამოცოცხლებას და ტრამპიც უბრალოდ ამას უმიზნებს, რომ ფედერალური რეზერვი მიიყვანოს იმ ზომამდე, რომ რაღაც გადაწყვეტილება მიაღებინოს, რაც საბოლოო ჯამში ჩვენ მოგვიტანს კარგ შედეგს. როგორც აი აქ მაგალითად, ნახეთ ესეთი ვარდნა, როგორც კი გამოვიდა ფედერალური რეზერვი და ჩაერია, მივიღეთ შემდეგ ერთი წლის მანძილზე ესეთი ზრდა. შესაბამისად, ჩემი მოლოდინი პრინციპში ამ თვეების მანძილზე განსაკუთრებული არაფერი არ ყოფილა. ეხაც ბიტკოინის ფასი ცდილობს 80-დან 90,000 დოლარამდე ესე ნელი მოძრაობებით ავიდეს. აი თუ გახსოვთ ტრამპი რო გაპრეზიდენტდა, ვამბობდი, რომ აი ეს ადგილი 72,000 დოლარიანი ნიშნული გახდებოდა რაღაც ეტაპზე საპორტი. ვამბობდი ასევე იმას, რომ არ ვიცოდი ეს იქნებოდა ეხა თუ მომავალში, მაგრამ როგორც ვხედავთ, რამდენიმე თვეში ბიტკოინის ფასი ისევ დაუბრუნდა ამ ადგილს და დატესტა, ხო? ბევრი ამბობს, რომ ბიტკოინის ფასი უნდა ჩამოვარდეს 72,000 დოლარზე, 70,000 დოლარზე. არ ვიცი, მე ვთვლი, რომ ბიტკოინის ფასი საკმაოდ ხშირად ტესტავს აი ამ ტერიტორიას. ერთხელ ჩამოვარდა, ორჯერ, სამჯერ, 4ჯერ, მეხუთედ ხა დღეს ვართ აი ამ ადგილზე და ვთვლი, რომ ბიტკოინის ფასი კიდე რა თქმა უნდა შეიძლება მოხდეს ეს დიდი სწრაფი ვარდნა, ერთი ასეთი week კონდეს, ესეთი კუდივით, მაგრამ არ მგონია, რომ დიდხანს აი ამ ტერიტორიაზე გაჩერდეს. შეიძლება ერთი სწრაფი ვარდნა კონდეს ქვემოთ და მერე ისევ დაუბრუნდეს აი ამ ტერიტორიას და ზემოთ ზრდა გააგრძელოს. ჩემი გადმოსახედიდან ყველაზე რთული პერიოდი თებერვალი-მარტის თვე გქონდა. აპრილიდან ასე თუ ისე ველოდები, რომ ცოტა გამოცოცხლდება ბაზარი. როგორც გეუბნები, აი თუნდაც წინა კვირაში მაგალითად ბიტკოინის ფასი რა ავიდა დაახლოებით 88,000 დოლარზე, ვფიქრობდი, რომ აი კიდე შეიძლება ასულიყო ზემოთ, მაგრამ აი სადღაც აპრილის შუა რიცხვებში, აპრილის ბოლოსთვის კიდე ერთხელ დატესტავდა აი ამ აღმავალ ტრენდს. ამიტომ მართალია ეხა ფიზიკურად ვეღარ ვახერხებ, რომ ყველა დიფი შევისყიდო, თუმცა ასე თუ ისე მშვიდად ვაგვირდები ყველაფერს. რა თქმა უნდა, არ არის ჩემგან ეს ფინანსური რჩევა, მაგრამ მე მჯერა, ვიცი, რომ მომავალში ეს ყველაფერი მოიტანს შედეგს, ეს იქნება ერთ კვირაში, ორ კვირაში, ერთ თვეში თუ როდის არ ვიცი, მაგრამ უბრალოდ ველოდები და არ ვუშვებ იმ შეცდომებს, რა შეცდომებიც ადრე დავუშვი, რაც იყო მაგალითად სისტემატური ვაჭრობა და სისტემატური ტრეიდინგი. ეხლა მშვიდად ვაგროვებ პოზიციებს და ველოდებ, იმიტომ რომ ყველა ჯერზე რამდენჯერაც ეს სწრაფი გადაწყვეტილებები მივიღე, საბოლოო ჯამში ამას შედეგი არ გამოიღო ჩემთვის, ამიტომ ეხლა მშვიდად ვცდილობ ინვესტირება მოვახდინო სხვა აქტივებში და ველოდო ბოლომდე და არ ვიჩქარო გადაწყვეტილებების მიღება. სულ ეს იყო, მეგობრებო, მადლობა ყურადღებისთვის, დაგემშვიდობებით, ნახვამდის.